სკოლაში წასვლის დროა. როგორც იქნა, თოვლი დნება და შემიძლია სახე დავიბანო. დღეს სკოლაში განსაკუთრებული დღეა, ამიტომ კვილების გახევა მჭირდება. ნახოთ რა არის დღეს კარის ღუბლზე. ძაღლის საკვები გამიმართლა. გემრიელია. დილამშვიდობისა ქალბატონო, დროა წახვიდე სკოლაში. დღეს სახში მინდა დავრჩე. თუ სკოლაში არ წახვალ, მშობლები არ გაჩუქებენ საკუთარ პარკს პონისთან ერთად. მართალი ხარ, მე მზად ვარ სკოლაში წავიდე პონის კოლექციისთვის. იმედი მაქვს საუზმე მზად არის, ხო? რა თქმა უნდა, სუფრაზე ტრიუმფელი და ოქროს ყურდღელი გალოდებიან. მადლობა, ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ უნდა ვიბანაო. ახალი კბილის ჯაგრისი და პასტა. რატომ არის სახელური ბრილიანტის გარეშე? იაფიანია? დამზადებულია მამონტის ძვლისგან, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა 10 მილიარდი წლის წინ. კარგი, არა უშავს, მაგრამ ხოლ ბრილიანტიანი მოიტანე. კარგი. დროა მოემზადო სკოლისთვის. ხრელები თითქმის არ არის, გამიმართლა. რეულების მაგივრად ეს მექნება. კალავს მელანი აღარ აქვს, რაღაც უნდა მოვიფიქრო. ჰოპა, მტრედმა ჩამოაგდო, ნახშირს სწავლობ და ამით დავწერ. მეტყობა რაღაც დამავიწყდა. მართალია, გამოსაცვლელი. შავებს ახლა ჩავისმამ, ლურჯებს კი სკოლაში წავიღებ გამოსაცვლელად. თქვენი ჩაი, ქალბატონო. ტემპერატურა შეამოწმე? ზუსტად 60 გრადუსი. და დრო? 2 წუთი და 59 წამი დუღდა. ძალიან კარგი. უკა ჩაალაგე ჩემი ზუგშანთა? სუფთა ოქროსგან დამზადებული რვეულები, ბრილიანტის კალამი, რომელიც წერს ზეთით და წიგნები აბრეშუმის ყრით. წიგნები? ქვის ხანაში ვცხოვრობ? წუხვარ, მე მათ შევსვრი ახალი MacBook-ით. ასეთი აფოსიანი მივდი შენთვის შეინახე. როგორც სიტყვით, ქალბატონო, სურთ აიჩიოთ ტანსაცმელი სკოლისთვის? დიახ. არა, ეს გასული თვის კოლექციაა. შემდეგი. გუშინ მესვა ეს ფეხსაცმელი. შემდეგი. გუჩი, ეს საინტერესოა, ეს იყოს. ფიქრობ, მასწავლებელი არ მოიწონებს ასეთ ფეხსაცმელს. რას მიზამს? შემიძლია ვიყიდო მთელი სკოლა და მე იგი გავათავისუფლო. როგორც სიტყვით. სხვათა შორის, ჩემი ტანსაცმელი უკვე დააუთოვე? გამსჭრალი დაუთოვებულია. ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ გინდათ. ოჩახ. კარგად იმუშავე. კარგი, მე მზად ვარ, შემიძლია სკოლაში წასვლა. ჯანდაბა, საშინაო დავალების შესრულება დამავიწყდა. არაფერია, ახლა სწრაფად დავწერ, უნდა გავაკეთო. ესე იგი, საშინაო დავალება შესრულებულია. მას რომელი საათია? მე არ მაქვს საათი. არა, 8 საათია, სკოლაში უკვე ვაგვიანებ. მე გითხარი, რომ გუშინ ჩემი საშინაო დავალება უნდა შეგესრულებინა. უკაცრავად, გუშინ მთელი დღე მუშაობდი, დრო არ მქონდა. ბლა, მე არ გიხდი საბაბის მოსაწემნად ფულს. მართალი ხარ, საშინაო დავალებას წინასწარ დავწერ. დაწერე ყურადღებით, მიაბჭირდება ორიანები. შესრულებულია. შეგიძლიათ ჩემი კალიგრაფიით წერო და მასწავლებელი ვერაფერს ვერ მიხვდება. შემდეგი დავალება რა იქნება? სკოლაში წასვლის დროა, დაგოგე ვერ ფრენი. ახლავე. აკვეთილი 5 წუთის წინ დაიწყო, მოსწავლეები ამ დრომდე არ არიან. კარგი, მე მათ დავადოდები.
გამარჯობა მასწავლებელო, ბოდიში დაგვიანებისთვის. გადი აქედან, დაცვა, აქ უსახკარო ადამიანი შემოვიდა. მოიცადეთ, ეს მე ვარ, ბულკინი. ბულკინი, რა ამაზრზენად გამოიყურები? ჩვენ ჟივსეული სკოლა გვაქვს. ბოდიში სხვა ტანსაცმლის ფული არ მაქვს. და ისე ვაგვიანებ, რამდენხანს შეიძლება ამის ატანა? ეს ბოლო შემთხვევაა, მართლა გეუბნებით. ყოველთვის ამას ამბობ. მომეცი დღიური, შენიშნა უნდა დაგიწერო. იქნებ არ არის საჭირო? საჭიროა, ბულკინ, საჭიროა. რა არის ეს? ჩემი დღიური. კოშმარია და რა არის ეს ყვითელი ლაქა? ჩემი ძაღლი ის საკმარისია, არც კი მინდა რომ ვიცოდე. ხვალ იცოდე სკოლაში ნორმალური დღიურით გამოცხადდი. როგორც სიტყვით. ახლა გამოსასვლელი მაჩვენე. აი აქა. რა არის ეს? დაგვისტომრები? გამოსასვლელი ახლავე გაჩვენებთ. აი, მაგარია რა? ხო, კარგი, გაიხადე ტანსაცმელი და შევდი კლასში. ვინ ხარ შენ? შეგიძლია შემოხვიდე. კარამელკინა, როგორ მიხარია შენი ნახვა? ეს ჩემი ტათვის თანამშრომელია, რა ქვია? ჩემი კოდური სახელია ვებხვი. ვებხვი. ის იზრუნებს, რომ ღარიბებმა ხელი არ შემიშალონ. კარგი, შეუძლია რომ დარჩეს. დაკიდე ჩემი ქურთული. ახლავე. და შენ ჩაიწვიე ჩემი გამოსასვლელი. ხო, მაგრამ მე მასწავლებელი ვარ და რა თქმა უნდა გავაკეთებ, შენ ჩემი საყვარელი მოსწავლე ხარ. მოიცადე, ფეხებს შიშველი ატაკზე ნუ დაადებ. ახლა რაღაცას მოგიტან. აი, ასე წინებს არ გააჭუჭყიანებ. ჯერ ერთი ფეხი. და მეორე. იმედი მაქვს, რომ ჩემი მაგიდა მზად არის გაკვეთილისთვის, ხო? დიახ, ჩვენ ყველაფერი მოვრეცხეთ. ნება მომეცით, კლასში წაიყვანოთ. ბულკინ, გადადი სხვა მაგიდაზე ახლავე. რატომ? რადგან მასწავლებელმა ასე თქვა. მიდი, წადი. მიდი, იჩქარე. შემოდი კარამელკინა დაჯექი. არც კი იტყვი რომ დააგვიანა? ჩუმად იყავი ბულკინ. არ დაუგვიანია, ის უბრალოდ შეაყოვნეს. ეს არ არის სამართლიანი. ვიცი მშობლები ჩვენი სკოლის მთავარი სპონსორები არიან. სკოლა მათ გარეშე ვერ იარსებებს. აქ არ არის კომფორტული. ახლავე ბალის მოგიტან. აი ადექი. და კიდევ ფეხების ქვეშ რაღაც დამიდე. კარგი, ახლავე გავაკეთებ. აბა, ახლა კომფორტულად ხარ? კარგი, შეგიძლია დაიწყო გაკვეთილი. როგორც სიტყვი. ტრაბახი როგორც ყოველთვის. ვილაპარაკოს იქ, ვერ გავიგე. რადგან დიდარი ხარ, შეგიძლია ყველაფერი გააკეთო? დიახ, ხასია. ყველაფრის ყიდვა ფულით არ შეიძლება. რა, ნუ იქნები სასაცილო. რას ვერ ვიყიდი მაინც? ფულით ვერასდროს ვერ იყიდი? მეგობრობას. ვის სჭირდება მეგობრები, როცა ფულია? ყურადღება ბავშვებო, ამოიღეთ ფურცლები და დაწერეთ ტესტი. საკონტროლო წერა.
ეს რა არის? ბუკინა, საინტერესო კალამი გაქვს, ეს არცების ბუმბულია თუ ბუს ბუმბული? არა, მტრედმა დააგდო, როცა პურს ჭამდა. ო, გასაგებია. ჰეი, შენ, რა ქვია? კალამი თუ ქაღალდი მოვეცი. კარამელკინა, ეს როგორი ქაღალდი გაქვს? ეს არის პლატინა და ეს არის ოქრო. რა შეიძლება? შეიძლება შენს ტესტს შევამოწმებ და მე ამ ფურცლებს გავყიდი. 59, 78. ო, დავიღალე, ვეფხო დამეხმარე. ასე რომ მომეცით ფურცლები. აბა მოდი შევამოწმოთ ბულკინის ნამუშევარი. ო, კარგი, შეცდომები არ არის. 10 ქულა. რატომ არა 12? 12 ეს არის სპეციალური შეფასება. იგი მხოლოდ კრეატიულად მუშაობისთვის იწერება. კარგი. კარგი იყო 10. კარგი. მას რა დაწერა აქ კარამელკინა? არც ერთი სწორი პასუხი. ვეფხო, მიდი გაარკვიე. ოკეი. რა არის ეს? ტესტის პასუხებია. ვაუ! ოჩახ კარამელკინა, 12 ქულა შენ. ჰეი, თქვით რომ 12 მხოლოდ კრეატიულად მუშაობისთვის იღებდნენ ბავშვები. კარგი რა, ბულკინა, აქ არის 1 მილიონი კრეატიულობა. რას უყურებ? არაფერს. კარგი. სხვათა შორის ვის უნდა სკოლაში მორიგეობა? მე შემიძლია რა, მე ვიქნები. არა, ბულკინ, შენ შემდეგ სკოლა კიდევ უფრო დაბინძურდება. კარამელკინა, იქნებ შენ? პრობლემა არ არის, ჩემი მსახურთა გუნდი ამას სწრაფად გააკეთებს. გაჩერდით? ზარი მასწავლებლებისთვისაა. მაგრამ მე ბუფეტში ყველაფერი დაიკეტება. ფული მაინც არ გაქვს. ფულის გადახდა საჭირო არ არის. დაჯექით 5 წუთით, სანამ საშინაო დავალებას მოგცემთ. აქ რაღაც მოსაწყენია, ვეფხო მოვეცი ფული. ჰეი, შეწყვიტე, მასწავლებლებს ყველაფერს მოუყვები. მარია ვიქტოროვნა. რა დაგემართა, ბულკინ? კარამელკინა, ისმე ფურცლებს მესვრის. რას იგონებ? რას ამბობ? ის ჩვენი საუკეთესო მოსწავლეა და ის ამას არასდროს გააკეთებს. ახლავე დავამტკიცებ. ასეთი მხოლოდ კარამელკინას აქვს. ვაუ, რეალურია. მართალი ხარ, ბულკინ. მხოლოდ კარამელკინას აქვს ასეთი ფურცლები. ხედავთ, დასაჯეთ იგი. კარამელკინა, სასწრაფოდ ახლავე მომეცი ყველა შენი ფურცელი. მე ვთქვი ყველა მეთქი. და შენს კლასელებს აღარ აწყენინო. კარგი მასწავლებელო. ვეფხო, შენ უნდა აწყენინო მათ ჩემს მაგერად. როგორ სიტყვი უფროსო? ასე რომ ჩვენ ჩავინიშნეთ ჩვენი საშინაო დავალება და შეგიძლიათ ახლა რომ დასვენებაზე გახვიდეთ. სასადილოში. ჯანდაბა მათ შეჭამეს ყველაფერი. საწყალი ბავშვი, არაფერი არ დაგიტოვეს მათ ხო? ხო, ძალიან მშიერი ვარ. კარგი, არაფერია, მე დაგიხმარები. აი, გამამართვი. რატომ დამჭირდება ეს? კარგი, აქ სუფრაზე ნამცეცებია, შეაგროვე ისინი ცოცხლით და მიირთვი. მართალია, გმადლობ დეიდა. დაიჩქარე, თორემ ლანჩზე კარამელკინა მალე მოვა. შუადღებში დობისა კარამელკინა. რა გიდა ლანჩზე? არც კი ვიცი. მენიუ მომიტანე. ახლავე. აქ არის ჩვენი მენიუ. მარმარილოს საქონლის ხორცი, ფაფუკი თევზი. დავიღალე ამით, რაღაც ახალი მინდა. რამე გემრიელი.
გვაქვს კერძი, რომელიც შენ არასდროს არ გიჭამია ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, და ეს სურპრიზი იყოს. ახლა მოვიდან. მაინტერესებს რა არის. დაი ლანჩი. მოიცა. შეგიძლია გაიარო. რა არის ეს? ეს არის შემწვარი კარტოფილი ძევხვეულთან ერთად. ყველა ჩვენი მოსწავლე ამას ჭამს. არაცოს მიჭამია ღარიბი მოსწავლეების საჭმელი. შენ გამაკვირვე. მადლობა, ჩვენ შევეცადეთ. ვეფხო დეგუსტაცია. უსაფრთხოა, შეგიძლიათ ჭამა. რა მარტივი გემოა. მე არასდროს მიჭამია მსგავსი არაფერი. ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. ალბათ თქვენი კარტოფილი და ძევხვეული ძვირიანია, ხო? კარი რა. დიახ, ეს დაახლოებით ამდენი ღირს. გემრიელად მიირთვით. დეიდა, შემიძლია მე ვჭამო ეს კარტოფილი და ძევხვეული? ფული გააქვს? არა. ხო და? სოსისიც არ არის. გთხოვ, დეიდა, რამე მაინც მაჭამე, გთხოვ, დეიდა. კარგი, თავი დავანებე, წავიდეთ. აიჟე. ვაიმე, ნაყინი, მადლობა დეიდა. იმდენი ვჭამე, ვეფხო გაასუფთავე მაგიდა. ოპა! გამიმართლა. ზარი დაერეკა, კარგი, თან წავიღებ. ასე რომ ბავშვებო, ახლა ჩვენ გვაქვს გეოგრაფიის გაკვეთილი. ვინ უნდა რომ პირველად უპასუხოს? მე მინდა. კარგი, ბულკინ, მომიყევი. მე მოვამზადე ესე მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანის შესახებ. მისი სიმაღლე 4000 კილომეტრზე მეტია და ის კარგი, საკმარისია. ხედავ რომ მომზადებული ხარ. შენ მიიღებად ქულას. ისევ 10-იანი? 12 მინდა. კარგი. ახლა კარამელკინას ჯერია. სხვათა შორის სად არის ის? ბოსი გეოგრაფიის შესახებ ესეს მოსამზადებლად წავიდა. ასგურის კომპის წავიდა? მარინა ვიქტოროვნა, მე ვიყავი ბალიში, მალდივებზე და შრი-ლანკაში. ოჩახ კარამელკინა, ჩემთვის ნათელია რომ შენ კარგად ხარ მომზადებული გაკვეთილისთვის. ახლა დელფინებთან ერთად ვაპირებ სურვას. და მე დავბრუნდები სკოლაში, ნაყოფდის. ეს არის მოსწავლე, სკოლის სიამაყე. მას არაფერი გაუკეთებია. ბულკინ, ის გეოგრაფიას პირადი გამოცდილებიდან სწავლობს, პრაქტიკაში. კარგი, ფული რომ მქონდეს ბალიში მეც წავიდოდი. შუადღმშვიდობისა. კარამელკინა, როგორ დაბრუნდი ასე სწრაფად? ჩემი პირადი თვითმფრინავი სინათლის სიჩქარით დაფრინავს. და შენ მოხსენება მოამზადე? რა თქმა უნდა, ვიდეოები და ფოტოები ამ პლანშეტშია. სხვათა შორის შეგიძლიათ შენთვის დაიტოვო, ეს საჩუქარია. მადლობ, კარამელკინა. შენ ისეთი ბულუხვი ხარ, კიდევ ერთი სუვენირი ჩამოგიტანე. რა არის ეს? ეს ნივთი ფარაონს ეკუთვნოდა 5000 წლის წინ. ის ღირს $1,000,000. სურპრიზის გაკეთება, შენ ნამდვილად იცი, კარამელკინა. და ჩემთვისაც არის საჩუქარი? შენთვის კი? დაიჭირე. ღმერთო ჩემო, მაგნიტი, ნეტა მაცივარი მქონდეს. ფიქრობ, ყველანი თანახმა ხართ, რომ დღეს კარამელკინამ 12 ქულა დაიმსახურა. დიახ, მადლობა მაგნიტისთვის. დამწკრივდით, ფიზკულტურის გაკვეთილი იწყება. კარამელკინა, შესანიშნავი ფორმაა. მადლობა, ეს არის ახალი მოდური კოსტიუმი. არ ვიცი, მოდაში ჩახედული არ ვარ, მაგრამ მე მომწონს. ბულკინ, ისე უნიფორმის გარეშე ხარ? ფორმა არ მაქვს. და საერთოდ თავი თუ გაქვს ხრებზე? დიახ, როგორც ჩანს. ასე რომ მოიფიქრე რამე. ან მოიტანე ჯეური ორიანისთვის. არ არის საჭირო ორიანი, ვიპოვი ფორმას. და ვინ ხარ შენ? ახალი კლასელია? ეს ჩემი ასისტენტია, მისი სახელია ვეფხვი. აბა ვნახოთ, მართლა ვეფხვი ხარ თუ რეალურად კნუტი? სადუშოო ფორმა? მართალია, მე ვიცი.
კარგი, ეს თითქმის სპორტული ფორმაა. მასწავლებელო, მე მზად ვარ. სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, განხურებას გავაკეთეთ. კარგი, განხურება დასრულებულია. ახლა კი პირველი ვარჯიში, რომელიც არის ძალოსნობა. აი შენი ჰანტელი, კარამელკა. ეს რა? ლატინა? რა თქმა უნდა, 10 კილოგრამის სუფთა თეთრი ოქრო. ნამდვილია. ვეფხო შეამოწმე. რადგან პლატინა ნამდვილია, შემიძლია დავიწყო. ოჩახ კარამელკინა, შესანიშნავ ფორმაში ხარ. ჩემი ჯერია, მომეცი ჰანტელი. არც კი იფიქრო ამაზე ბულკინ, შენ პლატინას ვერ მოგცემთ. არავითარ შემთხვევაში. რა უნდა გავაკეთო მაშინ? აი შენი ჰანტელი, აიჟე. რატომ აქვს მას ჰანტელი და მე მაქვს წყლის ბოთლი? თუ მასწავლებელს შეეკავათები, დირექტორის კაბინეტში წახვალ. უფრო მაღლა ასწიე. ძიმია, არასასიამოვნოა. შენც ხვით ეწუსონი ბულკინ. მორჩა, აღარ შემიძლია. კარგი, დიახ, შენ არ შეგიძლია იყოს სპორტსმენი, გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე. მეორე ვარჯიში არის 100 მეტრის სირბილი. რა გინდა ბულკინ? ამ ბოთლით უნდა გავიქცე? კი, ბულკინ, უნდა გაიქცე. აუცილებელია. მას რატომ არ აქვს არაფერი? ეს არ არის სიმართლე, მე მაქვს ეს. ეს საბანკო აპარატი მაქვს. მასზე $1,000,000-ია. სხვათა შორის ბულკინ იცი რამდენს იწვევს $1,000,000? არ ვიცი, ალბათ ბევრს. ძალიან ბევრს. შენ კიდე მაგ პატარა ბოთლზე წუწუნებ. მოდი დავიწყოთ. მიდი ბულკინ. ოჩახ კარამელკინა, შესანიშნავი შედეგია. აბა, სად დაიკარგა ბულკინი? მე აქ ვარ, მასწავლებელო. ყველაზე ცუდი შედეგი სკოლაში. შენ არ ხარ ბულკინი, შენ ხარ ლოკოკინა. ჰეი, სად არის შენი ტვირთი? ხო, გადავაგდე, რომ სირბილში ხელი არ შემშლოდა. შენ რა, სპორტული ინვენტარი დაკარგე? ეს მხოლოდ წყალია, საჭიროების შემთხვევაში ონკანიდან დავლევ. ეს არის სკოლის საკუთრება, შენ იგი ახალ უნდა დააბრუნო. მოძებნე და მოიტანე. როგორ სიტყვით? გაკვეთილის დასრულებამდე დარჩა 10 წუთი. შეგეძლიათ ფეხბურთის თამაში. ვითამაშოთ 2-2-ზე. ვეფხო, შენ ჩემთან ხარ. ისე მე ვირჩევ ბოთლს. აი, ამ ბოთლს. ჰა, მართლა ბოთლით თამაშს აპირებ? დიახ, კარში დავდებ, ის ბურთებს მოიგერიებს. აბა ვნახოთ. სამ გონამდე თამაშობთ. სად ხართ? წავიდა. რა? 1-2 კარამელკინას გუნდის სასარგებლოდ. მაგრამ ისინი თაღლითობენ. უბრალოდ გუნდში ვთამაშობთ. შენი ბოთლი არ გეხმარება? იცინეთ, წრეში ბურთი რომ ვითამაშოთ, მე მოვიგებდი. მე დაგამარცხებდი. წესი ბურთი? მასწავლებელო, ჩვენ მინდა თამაშის შესვლა. კარგი, თქვენ გაქვთ 5 წუთი, რის თამაშს აპირებთ? მითხარით რა გინდათ. წრეში ბურთი. ნახავ, მე ავირიდებ ყველა ბურთს. ამასაც ვნახავთ. სად ხართ? ჰეი, მოიცადე, მეგონა რომ მასწავლებელი ისროდა ბურთებს. ეს ახალი ბიჭი იქნება მსროლელი. ეს ბიჭი. აცილე. ეს არ არის სამართლიანი, ის მხოლოდ მე მესვრის. ასია, ჩემი მცველი არასდროს დამიშავებს რამეს. ო, მონეტა. მტკივა. გაკვეთილი დასრულდა, ამელკა მოიგო. შენ ჩვენი სკოლის სიამაყე ხარ. მადლობა, ბულკინ შეხედე რა მედალია. ჰეი, სად მიდიხარ? ბულკინ, სად ხარ? ბულკინ, განაცხენებული ხარ? დავიღალე იმით, რომ ყველა შენ უყვარ ხარ, გაქებს და მე დამსინიან. ო, კარგი რა, უბრალოდ ხუმრობ, მეგობრულად. ხო, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, საჩუქარი მაქვს შენთვის. რა საჩუქარი? ამიერიდან?
ეს медალი შენია, დაიმსახურე. ოქროსგან არის დამზადებული? რა თქმა უნდა, თუ გაყიდი, ბევრი რამის ყიდვა შეგეძლება. ვა, ასეთი საჩუქარი არასდროს მე მიღია. აბა, მეგობრები ვართ? მეგობრები ვართ. მეგობრებო და თქვენ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!